Ვაში ჩვენ ვიმყოფებით რადიო მაესტროს ოფისში, აქედან ვიმოუწყებლებთ. ჩვენი სტუმარია ინგა გრიგოლია, ინგა მოგესალმებით. გამარჯობათ, მოგესალმებით. პირველ რიგში მაინტერესებს თქვენი რეაქცია იმ მოვლენებზე, რაც ხდება დღეს ტელეკომპანია მაესტროში. ჩვენი რეაქცია იყო ძალიან მძაფრი, ძალიან მძიმე. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ უკვე გააკეთა განცხადება, საგანგებო განცხადება. გეტყვი იმას, რომ ყველა დაუშვებლად მიგვაჩნია იმ ქმედებების გაგრძელება, რაც ამ წუთებში ხდება ტელეკომპანია მაესტროში, იმიტომ რომ არავის აქვს უფლება, არავის აქვს იმისი ძალაუფლება, რომ შეაჩეროს ჟურნალისტების მუშაობა. ძალაუფლება შეიძლება ვინმეს გონია დაუშვათ იგივე დამფუძნებელი იქნება ეს თუ მართველი კომპანიის ხელმძღვანელი ამ შემთხვევაში ბატონ კიცმარიშვილს გულისხმობ, რომელმაც ძალიან კარგად იცის ვინ და ეროსი კიცმარიშვილმა იცის ძალიან კარგად რას ნიშნავს, როდესაც ტელევიზიაში შედიან უცხო ადამიანები, ან თუნდაც არაუცხო, მაგრამ ხელს უშლიან ჟურნალისტების მუშაობას, ამას ვიხსენებ იმიტომ, რომ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ეკა თავის დროზე, როდესაც რევოლუციამდელ რუსთავი-ორში საგადასახადოს წარმომადგენლები შევიდნენ, რა პანიკა იყო იქ ატეხილი და როგორი გონორი იყო და ბუნებრივიც იყო. მაშინ ეს იყო საჭირო, იმიტომ რომ მაშინ უშლიდნენ ხელს რუსთავი-ორის მუშაობას. ეროსი კიცმარიშვილი მე მახსოვს მაშინდელი განცხადებებით. არავის აქვს უფლებაო ამბობდა ის, რომ ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი შეუშალოს. თუ კი ვინმეს რაიმე ტიპის შეკითხვები აქვს, თუნდაც ფინანსური საგადასახადო, ეს ცალკე უნდა გაირჩეს და არა თქვა ტელეკომპანიაში შემოჭრიტო. მას რა მოხდა ამდენი წლების შემდეგ და რატო ვნახეთ ჩვენ ზუსტად იგივე ფორმები და კიდევ უფრო მძაფრი ფორმები, მაშინ ძალიან კულტურულად იქცეოდნენ შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკები, უბრალოდ ესე პაპკებით რაღაც ფურცლებით ხელში შევიდნენ. მე ამას ვიხსენებ, იმიტომ რომ მინდა თქვენთან ერთხელ კიდევ დავაფიქსირო ჩვენი პოზიცია. არავის აქვს უფლება, რომ ხელი შეუშალოს ჟურნალისტებს მუშაობაში. პირველ რიგში სასწრაფოდ მოუწოდებ სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ მოხდეს ჟურნალისტების შეყვანა შენობაში, აღდგეს კანონიერება და სამართალდამცველებმა უნდა შეასრულონ და უნდა განახორციელონ საკუთარი მოვალეობა. მათი მოვალეობა არ არის ის, თუნდაც ვიღაცის დარეკვის შემდეგ ეს იქნება დამფუძნებელი თუ მეორე მხარე მივიდნენ და გაამაგრონ რაღაც კედელი, შექმნან ხელოვნური კედელი ტელევიზიის შესასვლელთან. ყველა ჟურნალისტი სასწრაფოდ უნდა შევიდეს ტელეკომპანიის შენობაში და უნდა აღდგეს ჩვეულებრივ რეჟიმში მაუწყებლობა. იმიტომ რომ გასარკვევი თუ კი რაიმე აქვს ამ ორ მხარეს ერთმანეთთან ეს ყველაფერი შესაძლებელია ესე დასხნენ და ტეტ-ატეტ პირისპირ გაარკვენ, ან და არსებობს სამართალი და არსებობს თუ არა სამართალი ეს სხვა თემაა, მაგრამ არსებობს სამართლებრივი გზა და აი ამ სამართლებრივი გზით უნდა მოხდეს გარკვევა. მე ერთი რამ მინდა ვთქვა, ეროსი კიცმარიშვილს მოუწოდებთ, რომ გამოიჩინოს კეთილი ნება თუ კეთილ გონიერება, დატოვოს ტელეკომპანიის შენობა, იგივე ალბათ უნდა ვთქვა დამფუძნებლებზეც, შეუშვან იქ ჟურნალისტები, ძალიან მაღალკვალიფიციური, ძალიან პროფესიონალი ჟურნალისტები, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში შესანიშნავად აკეთებდნენ თავის საქმეს და მაესტრო ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მე ეს პირად საუბრებშიც მithქვამს და ღია ეთერშიც 26 მაისის შემდეგ უკვე აურაცხელ მაყურებელს ითვლიდა, რომელიც მუდმივად იყვნენ მაესტროს მაყურებლები და სასწრაფოდ შეუშვან ეს ჟურნალისტები ტელევიზიაში. წინააღმდეგ შემთხვევაში რასაკვირველია გაჩნდება ეჭვები, რომ ეს ყველაფერი შეიძლება აწყობდეს ხელისუფლებას. დღეს თუ არის ასეთი ეჭვები, რადგან გიორგი თარგამაძემ თავის განცხადებაში იმედის დარბევას შეადარა ის, რაც დღეს ხდება ტელეკომპანია მაესტროში. თქვენ თუ ხედავთ რაიმე პარალელს, თუ ეს არის მართლაც თქვენი აზრი მაინტერესებს, რასაკვირველია შიდა პრობლემა, როგორც ამას ხელისუფლება უკეთებს კომენტარს. იცით რა შეა საქმე, მაშინ მასშტაბები და სიტუაცია რაც იყო 7 ნოემბერს იმედში შეჭრას გულისხმობ სამართალდამცველების და სპეცრაზმის მიერ, ეს იყო ცოტა უფრო სხვა სიტუაცია, მაგრამ არა აქვს ეკა მნიშვნელობა როგორ მოხდება, რანაირად მოხდება, რა მასშტაბით მოხდება. ფაქტია რომ დღეს ტელევიზიაში ვერ შედიან ჟურნალისტები, ვერ შედიხარ შენ, ვერ შედიან შენი კოლეგები, ადამიანები, რომლებიც იქ უნდა იყვნენ და იქიდან უნდა მაუწყებლობდეს ეს ტელევიზია და არა ვთქვათ აი ამ რადიო სტუდიიდან. ის იყო შეიძლება სხვა მასშტაბები, მაგრამ ბუნებრივად გაჩნდება ეჭვი, თუ კი დროულად არ აღკვეთს ხელისუფლება, თუ კი არ აღკვეთენ სამართალდამცავი სტრუქტურები იმ ყველაფერს, რაც ხდება ეხა მაესტროში და ამ აღკვეთაში პირველ რიგში გულისხმობ ისევ იმას, რომ ჟურნალისტები უნდა შევიდნენ. ეს არის სამართალდამცველთა პირდაპირი მოვალეობა. გააკეთონ კორიდორი, გამოიყვანონ ვინც არის იქ გამაგრებული და შეუშვან ჟურნალისტები. ეს არის მოვალეობა. თუ ეს არ მოხდება დღის ბოლომდე, რასაკვირველია, მაშინ პირდაპირ ღიად ჩვენ შეგვეძლება ვთქვათ, რომ ეს არის ხელისუფლებისთვის ძალიან მომგებიანი
ესეთიანი სიტუაცია თუ არა მისი დაკვეთა. აი ესეთი არის სიტუაცია და მე მართლა მიყვარს ვერ დავიჯერებ რომ ეროსი კეწმარიშვილს არ ესმოდეს დღეს დაუშვათ მისმა აი ამ შეჭრამ ტელევიზიაში როგორი პარალიზება გამოიწვია ტელეკომპანია მაესტროსი. მე იმას ვერ დავიჯერებ რომ მან ვერ გააცნობიერა რომ ამით ხელისუფლების წისქვილზე ნები თუ უნებლიეთ ასხავს წყალს. თუ კი არსებობს რაღაც შიდა პრობლემები, იქ საუბარი იყო 4 მილიონი ნახევარზე, იქ საუბარი იყო ფინანსებზე და ასე შემდეგ, ეს უნდა გაირკვეს სხვა ოთახში, ეს უნდა გაირკვეს არა პირდაპირ ეთერში, ეს უნდა გაირკვეს ერთ-ერთზე და არა ჟურნალისტების გამოყრით ტელევიზიისგან. გულწრფელად გეტყვით, ყველაფერს ველოდი ამ ქვეყანაში იმის გარდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს დაუშვათ ეროსი კეწმარიშვილი შეიძლებოდა ჩამდგარიყო ტელევიზიის კარებთან და არ შეეშვა იქ ჟურნალისტები. იცით რატომ ვამბობ ამას? ეს იყო ადამიანი, რომელმაც თავის დროზე გააკეთა ყველაზე პოპულარული არხი რუსთავი 2. ადამიანი, რომელიც ტელევიზიაში შესული კიდევ ერთხელ ვიტყვი, საგადასახადოს თანამშრომლების გამო გამოდიოდა და საზოგადოებას მოუწოდებდა, რომ გამოდით, დაგვიდექით, გვერდით. დღეს არ ესმის ეს ეროსი კეწმარიშვილს. მე მოუწოდებ იგივე თქვენი ტელევიზიის დამფუძნებლებსაც, ყველამ ერთად მიიღოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ დატოვონ ტელევიზია, ჟურნალისტებმა განაგრძონ მუშაობა, მაესტრომ აღადგინოს ჩვეულ რეჟიმში მუშაობა და ამის შემდეგ ალბათ გაარკვევენ ერთმანეთს. ეხლა მე დეტალები ნამდვილად არ ვიცი იქ შიგნით რა ხდებოდა, თუმცა გუში როდესაც ჩვენ მოვისმინეთ ტელევიზიის დამფუძნებელთა განცხადება, რომელიც ეროსი კეწმარიშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული, ცხადი იყო, რომ იქ ძალიან დიდი გაუგებრობა, ძალიან დიდი დაპირისპირება. მე არ ვიცი ამის უკან დგას თუ არა რაიმე პოლიტიკური ინტერესები, მე არ ვიცი რა ფინანსური შეიძლება იყოს ინტერესები, მე ვიცი ის, რომ დღეს ჟურნალისტებს არ ეძლევათ საშუალება შევიდნენ და იმ ტელევიზიაში განაგრძონ მუშაობას, რომელიც ჩემთვის მართლა გულწრფელად და პირდაპირ ვიტყვი, დღეისდღეობით ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მედია საშუალება, საიდანაც ყოველთვის გაქვს იმის საშუალება, რომ მიიღო ინფორმაცია. ამის დაბლოკვის და ხელოვნურად შეწყვეტის უფლება არავის აქვს და უფრო მეტიც შეიძლება ეს იყოს ძალიან დიდი დანაშაული. პროტესტი ან მაესტროს დამფუძნებლების ინგა გამოწვეული იყო იმით, რომ ეროსი კეწმარიშვილმა, რომელიც დღესდღეობით არის პოლიტიკოსი და წარმოადგენს ქართულ პარტიას, გამოთქვა სურვილი ჩაეტარებინა მთათბირი მაესტროს ჟურნალისტებისთვის. აი სწორედ ამით იყო პროტესტი გამოწვეული, თუმცა მე მინდა სხვა რამ ვკითხოთ. შესაძლებელია თუ არა თქვენი აზრით ყოველივე ეს, ანუ ის რომ მაესტროს არსებობა დღეს შეიძლება ვინმეს ხელს უშლიდეს, გამოწვეული იყოს ოპოზიციური სპექტრის გაძლიერებით. არ ვიცი. საყოველთაო მოსაზრება ის, რომ ბალანსი ოპოზიციაში შეიცვალა. ანუ ოპოზიცია აღარ არის ისეთი სუსტი, როგორც იყო დაუშვათ ცოტა ხნის წინ. შესაბამისად, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი ტელეკომპანია ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვან როლს შეიძლება ასრულებდეს. რამდენად შეიძლება ამას უკავშირდებოდეს დაუშვათ არეულობა მაესტროში, რომელიც დღეს ხელს უშლის ჟურნალისტებს. იცით რა ეკა, სანამ ერთი და მეორე მხარე, აი ესე თუნდაც ჩვენს ეთერში, პირდაპირ ეთერში არ დაუსხდებიან ერთმანეთს და ჩვენ არ მოვისმენთ მათ ურთიერთ არგუმენტებს, ძალიან ძნელია რაიმე ტიპის დასკვნის გაკეთება. ვერსიები ბევრია. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ მაესტრო ხელში ეჭხირება ხელისუფლებას და 26 მაისის მერე ეს განსაკუთრებით ცხადი იყო, იმიტომ რომ ტელეკომპანია მაესტრო მართლა იმ დღის შემდეგ გახდა მე ჩემს გარშემო ვისაც ვიცნობ ყველასთვის საყვარელი ტელევიზია და მართლა ყველა აქედან იღებდა ამ ინფორმაციას, რაც ჩვენს გარშემო ხდებოდა. ნომერი პირველი აქედან გამომდინარე, რასაკვირველია ხელისუფლებას ძალიანაც უნდა აწყობდეს ის, რაც დღეს ხდება მაესტროში, იმიტომ რომ ამით ზარალდება პირველ რიგში თავისუფალი სიტყვა, ამით ზარალდებიან პირველ რიგში ჟურნალისტები და ყველაზე პირველ რიგში მაყურებელი, მაგრამ არ არის რასაკვირველია გამორიცხული, რომ იგივე ოპოზიციის შიგნით მიმდინარე პროცესებთანაც კონდეს კავშირი. ერთს ვიტყვი, ჩემო ეკა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ იგივე ეროსი კეწმარიშვილი იყო ქართული პარტიის ლიდერი, გენერალური მდივანი და მე ყოველთვის ვამბობდი იმას, შეიძლება ეხა ვიღაცას კიდევ არ მოეწონოს და ძალიან არაპოპულარული იყოს, რასაც ვამბობ, მაგრამ არ შეიძლება რომ პოლიტიკური ინტერესების მქონე პირები, რომლებსაც აქვთ იმისი ამბიცია, რომ მოვიდნენ პოლიტიკაში, ქმნიან პარტიებს, ასახელებენ პრეზიდენტობის თუ რა ვიცი მე პრემიერობის კანდიდატება თავს, რომ მათ ხელში გადავიდეს ესა თუ ის მედია საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში ამითი ყველაზე მეტად ზარალდებიან ჟურნალისტები, იმიტომ რომ აი გავიხსენოთ, როდესაც თავის დროზე მამუკა ღონტმა ეროსი კეწმარიშვილი მიიწვია და გადასცა მის მართვის კომპანიას სამართავად ტელეკომპანია მაესტრო, კი, მაგრამ ძალიან მალე შემდეგ იგი გახდა ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. მაშინვე გაჩნდა კითხვები, კი არსებობდა კონტრაქტი, მაგრამ ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ პოლიტიკური ინტერესები, როდესაც არის ადრე თუ გვიან იჭედება, ჩიხში შედის ხოლმე სიტუაცია. მე მახსენდება შალვა რამიშვილთან და ნათია მიქიაშვილთან იჯდა ეროსი კეწმარიშვილი და მე რასაც მოусმინე, პირდაპირ იქ იყო იმაზე ლაპარაკი, რომ თქვენ არ ხართ ობიექტური, ანუ ეს იყო უკვე ჩარევა. მანამდე მახსენდება გია გაჩეჩილაძე, უცნობი, რომელიც იჯდა იგივე გადაცემაში და ზუსტად იგივე პრეტენზიებს უყენებდა. თუ არა იგივე
გია გაჩეჩელძის, რომელიც მაშინ იყო დამფუძნებელი, ან ეროსი კიწმაშვილის, რომელიც წარმოადგენდა კომპანიას, რომელიც მართვის უფლებით იყო მაესტროში შესული, იმას რომ ისინი ვერ ახერხებდნენ სწორედაც პოლიტიკური კონტროლი დაემყარებინათ ტელეკომპანიას. გასაკვირველია. პირიქით მე იმიტომაც ვამბობ, რომ ჩემი საყვარელი ტელევიზია თქო მაესტრო, რომ აი ამ ცდილობების მიუხედავად, რასაც ჩვენ სულ ისმენთ, თქვენ ხართ არაობიექტურები და ამას რო აკეთებენ ამ განცხადებას მისი მმართველები, ეს იმას ნიშნავს, რომ ჟურნალისტები მათი ცენზურის ქვეშ არ იყვნენ, რომ ჟურნალისტები კოჭებს არ უგორებდნენ საკუთარ დამფუძნებლებს და მმართველებს და ძალიანაც კარგი, მაგრამ ეს ყველაფერი მე რატომ დავიწყე, იცი ამაზე საუბარი ერთ კონტექსტში ვახსენე. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ხელები უნდა შორს იყოს პოლიტიკური პარტიებისა, პოლიტიკური ლიდერებისა და პოლიტიკაზე მეოცნები ადამიანებისა ტელევიზიისგან. ეს არის ორჯერ ორი, როგორც 4, იმიტომ რომ ჩემო ეკა ყველამ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან ასეთი რაღაც იფეთქებდა, ეს პირველი შემთხვევა არ არის. როცა შენი მმართველი პოლიტიკურ ინტერესებში გადადის უკვე და რაღაც პოლიტიკურ გზაზე დგება, ადრე თუ გვიან მას გაუჩნდება შენთან კონფლიქტი, იმიტომ რომ ეკაბერიძე, როდესაც არ მოიყვანს იმ სტუმარს, ვინც მას უნდა რომ დაინახოს ეთერში, როდესაც არ გაატარებს იმ ხაზს სატელევიზიო ეთერში, რაც მას უნდა მოისმინოს და იბუნებრივადაც გაჩნდა. რა იგივე არ ხდებოდა რუსთავიორში. ჩვენ როდესაც გვეუბნებოდნენ რომ გვაჩეჩებდნენ ესეთ იდეას გამარჯვებული ხალხის ტელევიზია, ის გამარჯვებული ხალხის ტელევიზია რა არ იყო პოლიტიკური პარტიის ტელევიზია საბოლოო ჯამში. მინ ჩვენს ცნობილ გადაცემას როცა იხსენებენ ხომ რომელიც შენ მიყავდა პირველ არხზე, რას ფიქრობს ხალხი და იმ რაღაც ვითომ სკანდალურ განცხადებებს. დღესაც ამაყად ვამბობ ხოლმე რომ არასოდეს ისეთი ამაყი არ ვარ თქო, როგორც ამდენი წლის შემდეგ, როცა ჩემს საკუთარ განცხადებებს უსმენ თუ არ ჩავთვლიდი დაუშვათ კონკრეტულად მაგალითად იგივე ელდარ შენგელაიას თემას, თორე პოლიტიკური პოზიციები კი არ იყო ეს, ჩვენი ჟურნალისტური პროტესტი იყო და ეს ყველაფერი ხდებოდა იმ წლებში და მაშინაც ვაპროტესტებდით ამას. იცი რატო? იმიტომ რომ მაშინაც რუსთავიორი უკვე იყო ქცეული პარტიულ ტელევიზიად და აი ესე მონათლეს შემდეგ გამარჯვებული ხალხის ტელევიზია. შეიძლება მრისხანების დღე რო შემდგარიყო და ასე შემდეგ ის მაესტროც გამოეცხადებინა შემდეგ გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად. ამიტომ ვამბობ რომ არა, ბუნებრივია არსებობს ეს კონფლიქტი და ყველაფერი ეს არის ცხადი. ამას მე ხო არ ვიგონებ, თვითონ ორივე მხარე საუბრობს, რომ არის ჯერ ერთი ის თვითონ რომ გუშინდელი განცხადება, რასაც მოიცავდა, რომ ეროსი კიწმარიშვილს სურდა ჟურნალისტებთან და პროდიუსერებთან შეხვედრა და ასე შემდეგ, უკვე იმაზე მეტყველებს, რომ არსებობდა დამფუძნებელთა მხრიდან დაუშვათ პროტესტი, მაგრამ მე ვამბობ იმას, რომ როდესაც პოლიტიკური პარტია იღებს რაღაცა მმართველობის სადავეებს ამა თუ იმ მედია საშუალებაში, ფინალი ყოველთვის არის ხოლმე ძალიან დიდი კონფლიქტი. ინგა, რაც შეეხება საზოგადოების მხარდაჭერას, თქვენი აზრით რა როლი შეიძლება დღეს იმუშაოს ამან მაესტროს შენარჩუნებაში, არა მხოლოდ როგორც ერთი კონკრეტული ტელეკომპანიის, არამედ როგორც მიუკერძოებელი სიტყვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მით უმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში. ძალიან მნიშვნელოვანია ტელეკომპანია მაესტროს არსებობა და ზუსტად ისე თავისუფალ რეჟიმში არსებობა, როგორც იყო აქამდე, როგორც არ უნდა შეიცვალოს მოვლენები, როგორც ახალი ეროსი კიწმარიშვილი არ უნდა მოვიდეს და უშუალოდ მართვის უფლებები და ასე შემდეგ, უნდა მოახერხოს დღეს საზოგადოებამ და უნდა დაიცვას ტელეკომპანია მაესტრო და ეს დაცვა იცი რა არის, რომ ყველგან გამოხატული არის იმით, რომ სადაც მე შევდივარ, ყველა უყურებს ტელეკომპანია მაესტროს. სადაც მივდივარ, ყველგან არის საუბარი თქვენს მიერ წაყვანილ ინფორმაციაზე, ток-შოუებსა და ნიუსებზე. აქედან გამომდინარე ეს მხარდაჭერა ბუნებრივი არსებობს. მე არ მგონია, რომ დღეს საზოგადოებამ დაუშვას ის, რომ ტელეკომპანია მაესტრო აი ესე გაუგებარი პოლიტიკური ინტრიგებისა თუ შიდა დაპირისპირების გამო დაიხუროს. დღეს არსებობს ორი ტელევიზია, რომლისგანაც შენ შეგიძლია მიიღო ობიექტური ინფორმაცია, ეს არის მაესტრო, ეს არის ტელეკომპანია კავკასია და ეჭვი არ მეპარება, რომ ყველა ადამიანი, ვისაც დღეს მოსმენა სურს მართლა რეალურად რა ხდება ქვეყანაში, არის თქვენი აქტიური მაყურებელი. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, გავიმეორებ იგივეს, ასჯერ გავიმეორებ, რომ პოლიტიკური პარტიებისგან, მომავალი პრეზიდენტების, მომავალი პრემიერების, მომავალი რაღაც მართველი გუნდებისგან, რაც უფრო შორს იქნებიან, ტელევიზიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, მით უფრო კარგად იქნება ჩვენი საქმე. მე ერთს ვიტყვი რა, დათო აქუბარდია და ნინო ჯანგირაშვილი. დღეს კითხულობდი Facebook-ზე და თუ არ ვწდები, მაგდა პოპიაშვილს ჰქონდა კომენტარი გაკეთებული, რომ ძალიან დიდი მადლობაო თქვენო ნინოს ეუბნებოდა, რომ არც ერთი პოლიტიკური დაახლოებით შინაარსი იყო ესეთი, რომ არც ერთი პოლიტიკური ძალის ქვეშ არ აღმოჩენილა ეს ტელევიზია. აი ნამდვილად არის იმისი მაგალითი, რომ ვერასოდეს მსგავსი პრობლემები ვერ შეექმნება ამ ტელევიზიას პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მას არ მართავს რომელიღაც პოლიტიკური ამბიციის მქონე ადამიანი.
პარტია. იქამდე ვიდრე არ შეიქმნა. რასაკვირველია, მე კი არ გედავები პირიქით. მე ამას ვამბობ ზუსტად, რომ აქ უკვე იფეთქა პოლიტიკურმა ინტერესმა და ევროსი იმიტომ მოვიდა კონფლიქტში ტელეკომპანიასთან, რომ მის პოლიტიკურ პარტიას აღარ ექვემდებარებოდა მაესტროს საინფორმაციო პოლიტიკა. კარგი დინგა, თუმცა მნიშვნელოვანია თუ არა აი ამ სიტუაციაში გამოიყენოს საზოგადოებამ ეს მომენტი და იბრძოლოს იმისთვის, რომ მედია საშუალებები, ნაციონალური მედია საშუალებები, რომლებსაც დღეს აკონტროლებს ხელისუფლება, განთავისუფლდეს ამ წნეხისგან და პირველ რიგში ეს არის თქვა საზოგადოებრივი ტელევიზია. რასაკვირველია, ჩვენ ამას ვამბობთ ყოველთვის. ამას ვამბობდი მაშინაც, როდესაც იგივე საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმყავდა ჩემი გადაცემა და მე ძალიან სერიოზული შიდა კონფლიქტებიც კი მქონდა ერთ-ერთი ეთერის შემდეგ, როდესაც მე ვთქვი ლევან გაჩეჩილაძემ დამისვა კითხვა მომწონდა თუ არა პირველი არხი და მე ვთქვი რომ არა. და ამის გამო ძალიან დამეძაბა იქ შიგნით ურთიერთობები. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს პირველ რიგში ჩვენი მონაპოვარი იმ თვალსაზრისით, რომ იქ უნდა იყვნენ ისეთივე თავისუფალი ჟურნალისტები, როგორიც ხარ შენ, როგორიც არის თეა სიჭინავა, როგორიც არიან დღეს მაესტროსა თუ კავკასიაზე მომუშავე ადამიანები. იმიტომ კი არა, რომ მაუწყებელზე არ მუშაობენ პროფესიონალები, ან რუსთავი ორზე, ან იმედზე, არა, იქა ძალიან ბევრი, ძალიან ღირსეული ადამიანი მუშაობს, მაგრამ ეს ქვეყანა ვერ განვითარდება, თუ კი მაესტრო მხოლოდ დარჩება დაუშვათ თბილისის დონეზე, თუ კი კავკასია დარჩება სწორედ იგივე მასშტაბები, რაც დღესაა, ანუ პოლიტიკური ბრძოლის გამარჯვებისთვის აუცილებელია ჩვენი ხელმისაწვდომობა ნაციონალურ არხებზე და პირველ რიგში ამ არხებზე არ უნდა ხდებოდეს შერჩევითი ჟურნალისტები, არ უნდა იყვნენ და არ უნდა მიყავდეთ მათ ესა თუ ის პოლიტიკური შოუ, ან ესა თუ ის საინფორმაციო გადაცემა, არამედ ყველას უნდა კონდეს ამაზე ხელმისაწვდომობა. ჩვენ როდესაც ვიკრიბებოდით იგივე ჯერ კიდევ რვიანის ფორმატში, მანამდე შემდეგ ყოველთვის ქონდა ხოლმე პირველი ნომერ პირველ თემა დაყენებული საზოგადოებრივი მაუწყებლის თემა. საზოგადოება უნდა იყოს კონსოლიდირებული, მაგრამ იცით რა საპირისპიროს რას ვხედავთ, რომ ყველა ამბობს, რომ არ უყურებ, არ მაინტერესებს, თუ კი არაფერი არ გაინტერესებს, მაშინ არც არაფერი შეიცვლება. სამაგეროდ ეს უნდა მეთქვა, იგივე პირველ არხს უყურებს სრულიად საქართველო, იგივე პირველი არხით გადაიცემოდა თუნდაც ბიძინა ივანიშვილის ის სკანდალური ეთერი და ასე შემდეგ. რასაკვირველია, ეს შეიძლება იყოს სტარტაპ იმისთვის, რომ დაუშვათ დაიწყოს ნაციონალური არხებისთვის ბრძოლა საზოგადოება, მაგრამ პირველ რიგში უნდა მოგვარდეს თვითონ პრობლემები ტელეკომპანია მაესტრო შეგით. კიდევ ერთხელ მინდა არის თითქოს ასე დალაგებული, რომ აი კონცენტრირება ყურადღების არის მაესტროზე, საუბარია დაუშვათ კონკრეტულ ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიაზე, რომელსაც სურს კონტროლის აღება ტელეკომპანიაზე და თითქოს ყურადღების მიღმა რჩება ნაციონალური არხი. არ ვიტყვი მე რომ ყურადღების მიღმა რჩება, იმიტომ რომ თუ კი ვინმეს აქვს პროტესტი და განსაკუთრებით ისევ ახსენებ იმ სკანდალურ პრესკონფერენციას, ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციას, ეს არის პროტესტი მიმართული სწორედ ამ არხების წინააღმდეგ. სხვათა შორის მე არ ვიცი ეს ვინ დაუგეგმა ხელისუფლებას, რომელმა პიარ გუნდმა, რომელმა ჭკვიანმა ჭყალებში ადამიანმა, რომ ის ეკეთებინა ჟურნალისტებს, რაც იქ ჩვენ ვნახეთ, რაც აკეთეს იმ პრესკონფერენციაზე, მაგრამ ამით კიდევ უფრო გაზარდეს უნდობლობის ხარისხი მაყურებლისა ამ არხების მიმართ. ამიტომ არის ჩვენთვის დღეს მნიშვნელოვანი, რომ ტელეკომპანია მაესტრო დაუბრუნდეს მუშაობის ჩვეულ რეჟიმს, რომ განაგრძოს ზუსტად იგივე თავისუფალი პრინციპით მუშაობა, როგორითაც იყო აქამდე და არ ვისურვები, რომ მომავალში თუნდაც რომელიმე პოლიტიკური ძალის პლაცდარმად გადაქცეული იყოს ეს ან სხვა ტელევიზია. მე გეთანხმები, აი ზუსტად დღევანდელი დამფუძნებლების ეს პროტესტი ალბათ იმას ნიშნავს, რომ მათ არ უნდათ რომ მოექცენ ამა თუ იმ პარტიის კონიუნქტურის ქვეშ და იმედს ვიტოვებ, რომ ეს ასეც გაგრძელდება და საერთოდ ეროსი კეცმარიშვილს მინდა აქედან მივმართო, რომ გამოვიდეს, გაიხსენოს წლების განმავლობაში, როგორ ებრძოდა მას თავის დროზე ძველი ხელისუფლება, შემდეგ როგორ წაართვეს იგივე რუსთავი ორი უკვე ამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გაიხსენოს უნდა ეროსიმ, რას ნიშნავს, როცა ჟურნალისტებს მუშაობაში ეშლებათ ხელი, თვითონვე დღესვე მიიღოს გადაწყვეტილება, გააკეთოს განცხადება და საერთოდ დაამთავროს ეს სკანდალი. ეს იქნება ისეთი გმირული ნაბიჯი, როგორიც ეროსი კეცმარიშვილს აქამდე არ გაუკეთებია. ძალიან დიდი მადლობა. ინგა გრიგოლია იყო ჩვენი სტუმარი. დროებით გემშვიდობებით, რამდენიმე წუთში ჩვენ უკვე საინფორმაციო გამოშვებებით და სხვა სტუმრებთან ერთად დავბრუნდებით ეთერში.